სამხრეთ რუმინეთიდან, ბუქარესტიდანაც კი სულ უფრო მეტი მძღოლი გადადის ბულგარეთში, რათა ავზი უფრო იაფი საწვავით აავსოს. რუმინეთი და ბულგარეთი ოფიციალურად შენგენის ზონის წევრები 2025 წლის 1 იანვრიდან გახდნენ. სასაზღვრო შემოწმების მოხსნამ გაადვილა ორ ქვეყანას შორის გადაადგილება. ასე ბევრად უფრო მომგებიანია. წარმოიდგინეთ, მე ბუქარესტიდან ჩამოვედი ავზის ასავსებად. რუმინეთში ყველაფერი ძვირია. ბულგარეთში კი ბენზინი ისევე როგორც დიზელი საგრძნობლად იაფია. შედეგად ისინი, ვინც დუნაის კვეთენ, ავზის ასავსებად 50 რუმინულ ლეიზე მეც ზოგავენ. განსხვავება 1 ლეია. მე 95-იან საწვავს ვასხამ, რომელიც აქ 7.4 ან 7.45 ლეი ღირს. პრობლემა ისაა, რომ საკვები პროდუქტის ფასიც გაიზრდება. რუმინეთში საწვავზე ფასი სტაბილურად იზრდება. ეკონომისტები ამბობენ, რომ მაღალი ტარიფი მთავრობის მიერ საწვავზე აქციზის გაზრდის თაობაზე არაერთგზის მიღებული გადაწყვეტილების შედეგია.